დედამიწას ნამდვილად ჭირდება გაფრთხილება და 1970 წლის 22 აპრილიდან ყოველდღე აღინიშნება დედამიწის დღე. ეს დღე პლანეტის დაცვასა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება, როგორ აღნიშნავს საქართველოს დედამიწის დღეს მარიამ ლომაძე, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების საინფორმაციო და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი შემოგვიერთდა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ზოგადად რა როლი აქვს განათლებას გარემოს დაცვითი კულტურის ჩამოყალიბებაში? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ასევე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ხშირად უთმობთ ეთერს ამ მნიშვნელოვან თემას. განათლებას ფაქტიურად ვიტყოდი, რომ აქვს გადამწყვეტი როლი გარემოს დაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში და ჩვენი ცენტრი, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად ზრუნავს ყოველდღიურად იმაზე, რომ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს მივაწოდოთ ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ და იმ ალტერნატივების შესახებ, რითიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენ დედამიწას დავეხმაროთ. ჩვენს ქვეყანაში როგორი არის გარემოს დაცვითი მდგომარეობა და რა არის საჭირო ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ? რა თქმა უნდა, გვაქვს პროგრესი, ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, თუმცა გამოწვევები რა თქმა უნდა რჩება. დავასახელებდი ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად პლასტმასის ჭარბმოხმარებას მსოფლიოში, თუმცა იქ უკვე გარკვეულ ქვეყნებში და ევროპაში უკვე დაწყებულია რეგულაციები და საქართველოც ნელ-ნელა უერთდება. ჩვენი კამპანია ნაბიჯ-ნაბიჯ პლასტიკის გარეშე სწორედ ამას ემსახურება. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოიხმარდა 600 მილიონ ერთეულ ერთჯერად პლასტიკზე მეტს და ეს არის ძალიან დიდი ციფრი. და ეს აი ამ თქვენი კამპანიის ფარგლებში შემცირებულია შედარებით? ეხლა შევიდა ეს რეგულაცია ძალაში და იმედს ვიტოვებთ, რომ რა თქმა უნდა გამოიღოს. განახლებული შედეგები ჯერჯერობით არ არის. ჯერჯერობით არ არის 1 აპრილიდან შევიდა. პრინციპში გარკვეულწილად უპასუხეთ ჩემ შემდგომ შეკითხვას, თუმცა მაინც დავკონკრეტებ კლიმატის ცვლილება, დაბინძურება, რესურსების შემცირება, რომელია ყველაზე მწვავე პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის? გამიჭირდება რომ რომელიმე გამოვყო, რადგან ეს არის ჯაჭვური რეაქცია. კლიმატის ცვლილება ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან მწვავე ეკოლოგიური პრობლემა. და საქართველოში ნამდვილად იგრძნობა. კი, ნამდვილად იგრძნობა, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან. და ამისთვის რა კეთდება მსოფლიოში, რაც კეთდება საქართველოს თავის წილ ვალდებულებას ნამდვილად პირნათლად ასრულებს. უბრალოდ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და მისი წვლილი კლიმატის ცვლილებაში არის მცირე. ეს უფრო დიდი ქვეყნების პრეროგატივა გახლავთ, რომ ვთქვათ რა. და როგორც ერთ ქვეყანას თავის დაცვა უხეშად რო ვთქვათ არ შეგვიძლია, ხო, რაღაცა განსაკუთრებული. რა თქმა უნდა, არსებობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის შემცირების პრაქტიკა ჩვენთან და ეს პროექტის ხორციელდება, ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ჩვენი ცენტრის გახლავთ და ამაზეც რა თქმა უნდა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. თუმცა ხო ანუ თვითონ კლიმატის ცვლილების შერბილებას რაც შეეხება, ეს უკვე უფრო დიდი საკითხია და უფრო დიდი ქვეყნების პრეროგატივა გახლავთ. სანამ გლობალურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ, ალბათ მნიშვნელოვანია ჩვენი პირადი დამოკიდებულება, ერთი ადამიანის დამოკიდებულება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ რამეს აკეთებს გაცნობიერების გარეშე. თქვენი რჩევა რა არის, როდესაც დედამიწის უსაფრთხოებას ეხება რეალურად საუბარი, აი რა უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი ჩვენ ყოველდღიურობაში, აი რაზე უნდა ვიფიქროთ? ხშირად რომ ეს ჩვევები რაც გვაქვს მავნე, თქვათ გვერდზე გადავდოთ და ვიცხოვროთ ისე რომ სხვა არ დავაზიანოთ და განსაკუთრებით გარე. მოგახსენებთ, გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი მუშაობს სწორედ განათლებაზე, იმაზე რომ ინფორმაცია გქონდეთ ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს და რატომ ვამბობ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ამ პერიოდში გაცილებით მარტივი არის ქცევაში რომ გადავიყვანოთ ეს გარემოს დაცვითი ცნობიერება. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროექტები ბავშვებისთვის, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისთვის, აი მაგალითად ეხლა გვექნება ზაფხულის დასაწყისში სატყეო ბანაკი, ასევე გვაქვს ძალიან ბევრი კონკურსი, გქონდა სხვადასხვა თემებზე, მაგალითად ჰაერის თემაზე გქონდა ესეების კონკურსი, პლასტიკის დაბინძურებაზე გქონდა ფოტოკონკურსი და ასევე ტყესთან დაკავშირებითაც აქტიური კონკურსი გვაქვს ეხლაც. გვახარებს ძალიან რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები
და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენი ცენტრი ახორციელებს და თქვენი ეთერით მინდა მადლობა უთხრა ჩვენი გუნდის ყველა წევრს გვაქვს სკოლებთან პირისპირ შეხვედრები და ეს იმედის მომცემია ჩვენთვის იმიტომ რომ ბავშვები ძალიან აქტიურად ერთვებიან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაში არამედ შემდეგ პრაქტიკულ გაკვეთილებშიც რჩევა რაც შეეხება დიახ ალბათ ერთი ადამიანი შეიძლება ვიფიქროთ რომ დიდ ცვლილებას ვერ გამოიწვევს თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში თითოეული ჩვენთაგანი თუ გადაწყვიტავს რომ მოიხმაროს ნაკლები ერთჯერადი ნივთები, თქვათ ჩააქროს შუქი, როდესაც გადის ოთახიდან, ან დაკეტოს ონკანი, რომ წყალი ტყუილ არ იყოს მოშობული, ეს საბოლოო ჯამში შედეგამდე აუცილებლად გაგვიყვანს და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება პატარ-პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისკენ, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ძალა ერთობაშია ნამდვილად და მინდა ვთხოვო თქვენს მაყურებელს, რომ პატარ-პატარა ნაბიჯები გადავწყვეტ, ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ.